დღეს მინდა გაგიზიაროთ გადაწყვეტილება, რომელსაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და გიჟურ თავგადასავალში მივყავ. ალბათ იცით რომ skydiving-ი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და რომ მაქვს 110 ნახტომი და ვფლობ B ლიცენზიას. თუმცა ახლა სრულიად ახალი, ბევრად უფრო გიჟური და რთული გამოწვევისთვის ვემზადებ. ძალიან მალე ვაპირებ გავაკეთო Halo Jump. ანუ პარაშუტით გადმოვხდე 8000 მეტრის სიმაღლიდან, სადაც ჟანგბადის ბალონის გარეშე გაძლება შეუძლებელია, ტემპერატურა -50 გრადუსია და სამწუთიანი თავისუფალი ვარნისას 320 კმ/სთ ავითანე. სწორი მომზადების და სპეციალური ეკიპირების გარეშე ძალიან დიდი შანსია რომ, ხო ხვდებით. ბევრი შანსია. და რატომ ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ ეს არის skydiving-ის ერთ-ერთი მწვერვალი, სრულიად ახალი თავგადასავალი და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთი გამოცდა საკუთარი თავისთვის. ანუ ეს ნახტომი და მისთვის მომზადება, ჩემთვის იქნება რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამოცდილება და ასევე ექსტრემალურ სიტუაციებში საკუთარი სხეულის და გონების უკეთ მართვის პრაქტიკა. და რაც მთავარია, ეს არის ადრენალინი, რომელსაც დედამიწაზე სხვაგან ვერსად ვერ იგრძნო. თუმცა ამ მიზნისკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის, რადგან მთავარი დაბრკოლება არა ფიზიკური შიში, არამედ ლოჯისტიკაა. როგორც იცით, საქართველოში skydiving drop zone არ გვაქვს და ნებისმიერი პარაშუტით ნახტომისთვის მიწევს საზღვარგარეთ მოგზაურობა, რაც რა თქმა უნდა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით კი Halo Jump-ი, რომელსაც სჭირდება დამატებით სპეციალური მომზადება, აღჭურვილობა, სპეციალური თვითფრინავიც კი, მაგრამ როდესაც მიზანი გაქვს, გზას ყოველთვის იპოვი, ხო ესეა? ხო და ივნისის ბოლოს აუცილებლად გავფრინდები. ამიტომაც დაინტერესებულ ადამიანებს, ბრენდებს, კომპანიებს თუ ნებისმიერს, ვისაც გსურთ ამ მოგზაურობის ნაწილი გახდეთ, სიამოვნებით გელოდებით. ბუნებრივია ეს ყველაფერი ჩემი Instagram-ის, TikTok-ის და რასთავარია YouTube-ის ისტორიის ნაწილი გახდება. და თქვენი ისტორიის ნაწილიც, რადგან ჩვენ ვიქნებით და ვართ პირველები, ვინც ამას საქართველოსდან გააკეთებს. მოკლედ, მე უკვე დავიწყე აქტიური მზადება, როგორც ფიზიკური, ასევე თეორიულიც და ვაპირებ ეს მთელი პროცესი და გზა თქვენთან ერთად გავიარო და ბოლოს ერთ დიდ საინტერესო დოკუმენტურ YouTube ვიდეოს გაგიზიაროთ. ასე რომ, ღმერთი არის ჩვენთან და ვიწყებთ.